დღეს ჩვენი სამოგზაურო რუბრიკიდან გაიგებთ თუ როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ეფექტიანად. რიგითმა მოგზაურმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება იმისთვის, რომ სახლში დაბრუნებულმა მოგზაურობით კმაყოფილება იგრძნოს. ერთი სიტყვით როგორ დავგეგმოთ ტური ჭკვიანურად. ამ საკითხებზე სასაუბრად კი სტუმრად მოვიწვიეთ ეკონომისტი, პროკრედიტ საქართველოს, პროკრედიტ საქართველოს დირექტორთა საბჭოს მრჩეველი გიორგი ბაქრაძე. დილამშვიდობის, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა პირიქით, ასე ძვირფასი დროის, ასე ვთქვათ, ჩვენთვის გამოყოფისთვის. გიორგი, ვიცით რომ ძალიან გამოცდილი მოგზაური ხართ, ხო? შეიძლება ითქვას, რაღაც. პირველი რაც ალბათ ყველას დაინტერესებდა, თქვენნაირი ტიპის ადამიანი რა პრინციპით არჩევს ქვეყნებს, სადაც სურს რომ იმოგზაუროს? ნებისმიერ ადამიანს თავისი ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა, ამაში, ხო? ჩემთვის მე მიყვარს ისტორია, ევროპის ისტორია, რომელიც ნაკლებად კარგად ვიცი და ამიტომ ძირითადად მიყვარს ევროპაში მოგზაურობა. მაგალითად, აშშ-ში მიუხედავად იმისა, რომ იქ რამდენიმე წელი ცხოვრობდი, სამოგზაუროდ წასვლის სურვილი დიახ არ გამჩენია, იმიტომ რომ ის რაც მე მაინტერესებს უმეტესად იქ არ არის ისტორიული ქვეყანა, ხო, თავისი რაღაცა ციხე-კოშკები, ციხე-სიმაგრეები, ტაძრები და შემდეგ. ამიტომ მე და ალბათ ყველა ესე გააკეთებს ზოგს შოპინგისთვის უყვარს მოგზაურობა, ზოგს გემრიელად ჭამისთვის, მე ესე დასთვალიერებლად ისტორიისთვის. ისტორია მთავარი მამოძრავებელი ძალა, ასე ვთქვათ, რაც განაპირობებს. შეიძლება ითქვას, ხო. ქვეყნებს. გიორგი, რა არის პრინციპში ის სირთულეები, რომელიც მტკვრს როდესაც გეგმავთ ხოლმე, გარკვეულ სირთულეებს ყველა აწყდება. თუმცა, ალბათ საინტერესოა, რა არის ის გასათვალისწინებელი ფაქტორები თქვენი აზრით, რაც როდესაც მოგზაურობა იგეგმება, აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს. ანუ ასეთ შემთხვევაში. პირველ რიგში ალბათ ბიუჯეტი. ხო, მოგზაურობის დაგეგმვის წინ ადამიანმა უნდა განსაზღვროს რამდენი შეუძლია რომ გამოყოს საკუთარი ბიუჯეტიდან ამაზე და მერე იმაზე იფიქროს როგორ ჩაეტიოს. თავისთავად ბიუჯეტში შედის ფრენაც, იქ ცხოვრებაც და დღის განმავლობაში რასაც ხარჯავთ ხოლმე, ხო? ამიტომ ბიუჯეტიდან გამომდინარე უკვე შეიძლება ფიქრი რომელ ქვეყანაში მიდიხარ. ან თუ ქვეყანა გადაწყვეტილი გაქვს, მაშინ ირჩევ ავიახაზებს, არის ბიუჯეტური, არის შედარებით უფრო ძვირი. ყოველს თავის პლუსი და მინუსი აქვს ცხადია, ხო? საცხოვრობ, ქალაქში შეიძლება ცენტრთან ახლოს გაცლებით ძვირი იყოს, მაგრამ სამაგიეროდ ტრანსპორტირებაზე ცენტრი გარეუბნიდან ცენტრში და უკან არ გეხარჯებოდეს ფული. და შემდეგ, ამიტომ ყოველთვის როდესაც სადღაც მივდივარ ხოლმე ერთგვარი გეგმა მაქვს, რამდენი შემიძლია ამას დავხარჯო, სად ვიცხოვრებ, სად შევჭამ, წინასწარ ეს ყველაფერი ალბათ განსაზღვრია. ბიუჯეტს შევეხეთ. აი, ბიუჯეტთან დაკავშირებით, ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოგზაურობის დროს. რაიმე რჩევა ხო არ გაქვთ, აი როგორ შეიძლება დავზოგოთ, ასე ვთქვათ, თანხები, ან ზედმეტი არ დავხარჯოთ, რაც შეიძლება უფრო ნაკლებად. მოგზაურობას ზოგადად ტურისთვის პლუსი აქვს, რომ ჩვენ შედარებით მოქნილები ვართ ამ დროს. ჩვენ განსხვავებით ვთქვათ ბიზნეს მივლინებებისგან, როდესაც აუცილებლად ამ დღეს უნდა ჩახვიდე და ამ დღეს უნდა წამოხვიდე, ხო? ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დავგვეგმოთ და ავიაკომპანიებმა ეს იციან და პრინციპში ყველა მიცის რომ შენ თუ წინასწარ იყიდე ბილეთები, უფრო იაფად იყიდი, რაც უფრო ადრე იყიდი, ვიდრე ვთქვათ აი მეორე დღეს რომ უნდა გაფრინდე აუცილებლად, ხო? ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მე ავიაკომპანიებს პრინციპში ყველას აქვს რაღაცა აქციები, პრომოშენები, რომ აი რაღაცა ამ პერიოდში, მაგალითად Turkish არის შედარებით მაღალი ხარისხის ძვირი არალოუ კოსტერი, ხო, არაბიუჯეტული ავიაკომპანია, თუმცა მაგათ აქვთ ხოლმე მოხსენება დრო და დრო რაღაცა აქციები, როდესაც ვთქვათ ნოემბრიდან აპრილამდე თუ გაფრინდები, იყიდი ბილეთს გაცილებით იაფად, ვიდრე სხვა პერიოდში და ამ აქციებს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ვიყიდოთ Turkish-ის ბილეთი, რომელიც სიტყვაზე ჯამში თავის ბარგიანად უფრო იაფი იქნება, ვიდრე ვიზერის. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. იგივე ეხება
საცხოვრებელ ადგილს, ხო? ზოგს სასტუმრო ურჩევნია, ზოგს Airbnb ურჩევნია, მანდაც არის რაღაც პლუსები. თან იგივე Booking-ი მაგალითად, რომელიც ალბათ ყველაზე ხშირად გამოყენებადი საიტია, იქ თუ ვირჩევთ და ხშირად ვიყენებთ მის მომსახურებას, მერე ფასდაკლებებიც არის და ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს უფლებას უფრო მოქნილები ვიყოთ. ბიუჯეტურ ესე საერთო ჯამში რა უფრო ჭკვიანურია ხოლმე, ვთქვათ, სპონტანურობა, ანუ ზოგ ადამიანს ვიცი რომ უყვარს, რომ პირდაპირ აიღებენ ბილეთს, გაემგზავრებიან და დიდად დაგეგმილი, ასე ვთქვათ, თელი ტური არ აქვთ. ანუ თქვენ უფრო რა ტიპის გზებს მიმართავთ ხოლმე, თუ პირიქით ყველაფერს წინასწარ დაგეგმა? მე ვცდილობ, მithumetes ახალ ადგილას თუ მივდივარ, დაგეგმას ვცდილობ, როგორ მე არ მაქვს, ვთქვათ, გაწერილი რომელ დღეს სად მივდივარ, ეგ შედარებით იშვიათად არის ხოლმე, ხო? მაგრამ წინასწარ ვიცი, აი, სად შეიძლება ლუდი დავლიო, ლუდიც ერთ-ერთი პრიორიტეტია. სად შეიძლება ვჭამო, ვინასაც რო ვეძებ ან სასტუმროს, ვცდილობ ისეთ ადგილას იყოს, ანუ რაღაცნაირად რო დაბალანსდეს, ვთქვათ, სიაფე და ცენტრთან სიახლოვე მაგის გაკეთება შეიძლება. ამიტომ სპონტანურად რო აი, ვთქვათ, დღეს ვიყიდე და ხვალ წავედი, მე ეგ არ მაქვს. თუმცა მაგას აქვს თავისი პლუსი, რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლებად იცი, რაც ხდება, მით უფრო საინტერესო, მით უფრო მეტი ადრენალინია ალბათ, ხო, რაღაცა საერთოდ რო წარმოდგენა არ გაქვს და არც წაიგითხავს არაფერი, არც დაგეგმავს. ალბათ არის, თუმცა მე არ. ნუ ეგეც ცოტა გამართლებაზეა. ხო, შეიძლება არ გაგიმართლოს და საერთოდ ჩაგიშალოს. კი, თუმცა დაგეგმვისაც, ანუ წინასწარ რო გეგმო, მანდაც შეიძლება გამართლებაზე იყოს, ხო, მით უმეტეს დღეს, როდესაც ფრენები უფრო ხშირად უქმდება, მოდი ასე ვთქვათ, ვიდრე ადრე. კი ბატონო, კი ნამდვილად ასეა. მოდი ამ საკითხსაც რო შევეხოთ, აი ქვეყნის ვიზიტის დროს, ხო, არიან მოგზაური ტიპები, რომლებისთვისაც მთავარია, ვთქვათ, ჩასვლა, ვიზიტი, ქალაქის დათვალიერება. და ამით ამოიწურება, ასე ვთქვათ. არიან ტიპები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ შეიგრძნონ მთლიანად ის ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრებიან. აი ამ რამდენად რა განსხვავებაა მოკლედ ამ ორი ტიპის მოგზაურის შორის, ან თქვენ როგორი ტიპის მოგზაური ხართ? მე ვცდია რაღაც რო ჩავდივარ, ვცდილობ რომ მარტო ერთ ქალაქში არ ვიყო ხოლმე, რაღაცა რომელიმე ერთ დღეს ან ორ დღეს არ დავდივარ ხოლმე, 4-5 დღე არის მაქსიმუმი, შაბათ-კვირა რო იყო შეგნით ისე. და ვცდილობ რომ აი მაგალითად ერთ დღეს წავიდეს სადმე სხვა ქალაქში, გვერდზე ქალაქში, მატარებლით ევროპაში მატარებელი ძალიან მოსახერხებელი არის მოგეხსენებათ. ანუ მაგასაც წინასწარ ვფიქრობ, ხო, რა ვთქვათ, ვავიჩებ ქალაქს, აი გვერდზე სად არის. ძალიან გამოსადეგია ამ მხრივ, ეგეთი საიტია Wikivoyage, ან Wikitravel, ორი საიტია ეგეთი, რომელიც რეალურად მოგზაურებისთვის ვიკი არის, ანუ იქ არის ქალაქები და იქ წერია, რომ აი რაღაცა ამ ქალაქში როგორ ჩადიხარ, თვითმფრინავით, მატარებლით, ავტობუსით, მანქანით, მარშრუტებიც არის ხოლმე, ვთქვათ, აეროპორტიდან როგორ ხდები ქალაქში, რა უნდა ნახო, რა მუზეუმები არის, სად შეიძლება ჭამო და მე ბოლოში არის go next ეგეთი ისა, რომ აი ახლო რა არის, სად შეგიძლია წახვიდე. და ამას ვუყურებ ხოლმე და ანუ ეგ უფრო ჩემს უფრო საინტერესო არის. მე როდესაც სადღაც ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ არ გამოვიყენო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ფეხით ვიარო, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მეტყობა რომ დავდივარ ფეხით, მაგრამ მაინც უფრო საინტერესო არის, ხო? და მან და ეს სპონტანურობის მომენტი უფრო არის, იმიტომ რომ მით უმეტეს აი ძველ ისტორიულ ევროპულ ქალაქებში პატარ-პატარა ვიწრო ქუჩები ისეთია, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი აღმოაჩინო, რაც არ გიფიქრიან, არ გაიგიან, არსად არ წაიკითხავს, მაგრამ უცბად ძალიან ლამაზი შენობა, ეზო, ჩადრევად რაღაცა. აი სოლო მოგზაურებს რა არჩევებს მისცემდეთ? იმიტომ ვიცი, რომ ძალიან საკმაოდ ხშირად მარტოც კი მოგზაურიათ, ჩვენ საქართველოში დიდად პოპულარული არ არის მარტო მოგზაური. ხო, ჩვენთან უფრო ჯგუფებით დადიან ან ოჯახებიდან, ხო? მე მარტო მიყვარს, მარტოს სოლო მოგზაურობას ის პლუსი აქვს, რომ ყველაფერი შენ გემოზე არის. არავის არ ელოდები, არავინ არ გელოდება, არავის არ აწუხებ, გინდა მაღაზიაში შეხვალ, გინდა ბარში შეხვალ, გინდა უბრალოდ პარკში დაჯდები, აი ყველაფერი შენზე არის მორგებული. მინუსები რა თქმა უნდა აქვს ამასაც, თუნდაც აი ის რომ თქვა გაზიარება და საუბარი და ეგეთი ის არ არის. მაგრამ თუ სოლო მოგზაურობაზე ფიქრობს ადამიანი, ნუ ზოგიერთ ქალაქში განსაკუთრებით შედარებით ხილად უნდა იყოს. ეხლა მე არ ვამბობ რაღაც უსაფრთხო არის, მაგრამ ნუ რაღაცა
სად არის და რა გარემოცვა არის და მაგას უნდა გრძნობდეს ყოველთვის, ხო? იმიტომ რომ გვერდზე არავინ არ ყავს და მაინც მისვლა alert ქვია მაგას რა, რომ იცოდეს სად ხარ. მაგრამ რავი, მე სულ მოგზაურობა მიყვარს. თავისი პლუსები აქვს და ის რომ არავიზე ხარ დამოკიდებული მაგას მოგზაურობისთვის. თქვენი აზრით თუ არის, თუ ალბათ იქნება ყველა ვარიანტი, მაგრამ აი ზედმეტად გაპოპულარულებული მიმართულება, რომელიც თქვათ თქვენი აზრით არ იმსახურებს ამას და ასევე დაუფასებელი მიმართულებები თუ არის, სადაც ურჩევდით წასვლას ჩვენ მოკლედ. ეს რა თქმა უნდა გემოვნებაზე არის. ანუ მე მაგალითად დიდად არ მიყვარს ბარსელონა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება არის, მაგრამ მე დიდად გაუდი არის ფანტასტიკური. სხვა მხრივ დიდად ვერ მოვიხიბლე. თუმცა ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი არ მეთანხმება მაგაში და ძალიან ბევრისთვის, მით უმეტეს ბარსელონას კლუბის ფანებისთვის, ეხლა სრულიად კრეხელური რაღაცა ვთქვი. დაუფასებელს რაც შეეხება, ყოველთვის შედარებით ნაკლებად საზრდადია, მაგალითად სამხრეთ საფრანგეთი. ტულუზა, ავინიონი, კარკასონი, რომელიც ფანტასტიკური პატარა ქალაქია. მან ანუ სადაც რომ მიდიხარ, ყოველთვის ხვდები ხოლმე, ხო, აი ქართველები არიან იქ და დიან. სამხრეთ საფრანგეთში პრაქტიკულად არ შემხვედრია, ხო და ტულუზას მაგალითად ყველას ვურჩევდი, იმიტომ რომ ძალიან ყველაფრით ძალიან კარი ქალაქია, ისტორიითაც, საჭმელითაც, ღვინითაც, ყველაფერი აქვს. და ბოლოს მინდა გითხოთ ესეთი რამ, ქვეყანას გაიმეორებდით თუ უფრო ახალ თავგადასავალს ახალი ქვეყნის მიმართულებით წახვიდოდით? ნუ არის ქვეყნები, რომელსაც ვერ ამოწურავ. იტალია მაგალითად. იტალიაში იმდენი ან ესპანეთი, ხო, იმდენია მან სანახავი, რომ ანუ თუნდაც იგივე საფრანგეთი, ანუ ყველა რეგიონს, ყველა ქალაქს თავისი პეცი და თავისი ისტორია აქვს და ყველგან შეგიძლია წახვიდე და ერთადერთი რაც არის ეს გვედამოკიდებული, რამდენად მისასვლელი არის, ანუ ყველგან ფრენა არ არის მაგალითად, ხო და არის ქალაქები, სადაც შენ რაღაც უნდა ჩაფრინდე, მე რაღაც მატარებლით იარო და ეგ ცოტა ართულებს, იმიტომ რომ გამოფრენის მომენტი, როდესაც ადრე უნდა მიხვიდე აეროპორტში და შემდეგ უფრო რთულია. მაგრამ ამიტომ ამ სამ ქვეყანაში იმდენია სანახავი, რომ დაბრუნებაც აღარ ქვია მაგას ეს მაინც ყოველ ჯერზე ახალ რაღაცას ხედავ, ახალ რაღაცას პოულობ. მეორე მხრივ ის არის საინტერესო, როდესაც ახალ ქვეყანაში ჩადიხარ ან ახალ რეგიონში. მაგალითად მე პრაქტიკულად არ ვიცი იუგოსლავიის ქვეყნები, მარტო ბელგრადში ვარ ნამყოფ, მარტო სერბეთში, რაც და ვიცი რომ ძალიან საინტერესო არის, ისე აი იმ კრიტერიუმებით, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი არის. და ამიტომ ორივე ახალი ქვეყანაც და დაბრუნება, ну აი რა თქმა უნდა ქალაქები სადაც ყოველთვის ბრუნდები, პრაღა მიყვარს ძალიან, ლონდონი მიყვარს ძალიან. გიორგი, უღმესი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. პრინციპში დღეისთვის ჩვენი რუბრიკა ამით გემშვიდობებათ და მომავალ ხუთშაბათს დაგიბრუნდებათ.